თუ არ იქნა სახელმწიფოს ხელშეწყობა, რომ ამ პაციენტებს როგორმე დახმარების სახით ერთმა კლინიკამ მაინც დაიწყო ზონოთერაპიის გამოყენება. ვცადოთ. არ მგონი ახლა ესპანელებიც, გერმანელებიც, ამერიკელებიც, მექსიკელებიც, თურქებიც თუ ცუდია არანაირად არ გამოიყენებენ ის როდესაც უკვე წერენ რამდენიმე გეუბნებით ათეული სტატია წამოვიდა. თურქეთში აი COVID პანდემიის შემდეგ კი არა უკვე პროცესში გახდა ეს ოფიციალურად ასე ვთქვათ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში ჩაჯდა. და აქტიურად შეიტანეს ოზონოთერაპიის აპარატურა სტაციონარებში, რომ ეს ყოფილიყო აქტიურად გამოყენებული და მადლობა ღმერთს იქ ძალიან ბევრი გადარჩა და ისეთი ლეტალობა იმხელა პროცენტით თურქეთში არ განვითარებულა.